თუ შესაძლებელი რომ ადამიანი გარედან წარმატებული ძლიერი ჩანდეს, მაგრამ შიგნიდან სწორედ ამ კარგი გოგოს კომპლექსებით იყოს ხოლმე დატვირთული და ბევრ რაღაცაში მაინც ხელი ეშლებოდეს საზოგადოების სხვადასხვა სოციალურ ურთიერთობებში. თავისთავად, მეტიც აი ესე ვთქვათ, ზე წარმატებული ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საქმისთვის მხოლოდ. ანუ ერთის მხრივ ჩვენ საქმე მოვიფიქრეთ იმისთვის, რომ გვეცხოვრა, ხო? ჩანასახი ალბათ ეს არის ამ ამბის, რომ იმისათვის რომ პური ჭამო და ცოცხალი ვიყო, რომ მე გავაგრძელო კონტაქტი ჩემს საყვარელ ადამიანებთან თუ ბუნებასთან და ასე შემდეგ, ქვის ხანაზე ვამბობ. დავიწყე რაღაც რესურსების მოპოვება და შრომა. ეს არის ალბათ მოტივი. და როცა შრომა გახდა ჩემი მთავარი არსებობის საზრისი, უკვე ჩანს აქ, რომ რა ხდება, ანუ რა სიტუაციაში ვარ, როგორც ჩანს, მე აღარ ვემსახურები ჩემ პირველად მოთხოვნილებებს და საჭიროებებს და გადასული ვარ მთლიანად ამ საქმიანობაში და წარმატების მიღწევაზე. და ესეც სიმპტომია და ამიტომ ძალიან ხშირად თუ დააკვირდები, ხდება, რომ რაღაც დიდ წარმატებას მიაღწევენ ადამიანები და ზუსტად მერე მოდის ფსიქოლოგიური კრიზისი. აი ზუსტად. ხშირია ეს ძალიან, იმიტომ რომ სიცარიელე ხდება იქ თითქოს. ვიცი, რაღაც ფანტაზიები იყო იქაც მიწერილი, რომ აი ამას რომ მივაღწევდა. არა უშუები, ხო. უარს ვიტყვი ჩემს ცხოვრებას, აი გვერდზე გადავდებ და აი მარტო ამას მივეძღვნები, შევწირავ ჩემ დროს, ადამიანურ ცხოვრებას ამას. სხვარპულს შეწირვაც, მე მგონი მაქედან მოდის. კი, და ამას რაც მთავარია, ძალიან წაახალისებს სოციუმი. იცი რა გოგოა?